გააკეთე მანქანა? გაკეთებული. ცოტა მიჭრენდი. რამდენი გითხეს ამის გაკეთებაში? 6000 ლარი სულ ღირს მანქანა. კაი კაცო რა. არ გააკეთო იყოს ესე. ახალი მანქანა როდის გეყოლება, ციც? მალე ძა. ხო არა? ამას რას უზავ, გადააგდებ? არა, გინდა შემოწე? ვიკალო რა თვიდა მანქანა? ხალხი თხოვლობს რომ გეყოფათო პოლიტიკაზე ლაპარაკიო და იღოდავით შენდაცილი ორი კლოუნი ვართ ვინმე ამაში ფულს გვიხდის თუ როგორ არის თქვენი საქმე ციცო მაგარ ხოძია კიდე რაღაცი თქმა უნდა თქვი ხო ხედავია რომ სამჯერ არ დაგიჭირეს ახლა მითქვა ეგ ერთხელ არ დაგიჭირეს ორჯერ არ დაგიჭირეს დაგიჭერენ ჩუმადენ დაგიჭერენ და მოგტყნავენ ეს რა ბრილიანტის ბეჭედი გიკეთია ჩემო სიხარულო რა იშოვე ამისთან შენ ახლა გინდა რომ დაამტკიცო რომ ეს ბრილიანტი არ არის ხო? ხელოვნურია? ათებ ნომის აბა რა არის ეს? ეს შენ ახლა გიყიდე ბრილიანტის შესამოწმებელი და გიგზავნება დღეიდან შენ იუველირი იზდელები შეურაცხყოფა იქნება ბრილიანტი, მაგრამ იქნება ალბათ ლაბორატორიული ციცო. მოიტა ეგ. ლაბორატორიულს გაჩვენებთ ამას. ვიდი აბა. ეს არის შესამოწმებელი. აუ, ჩემი გახსენი. გაიგე? მე ამაშენ დაგიყენებ და სანამ შემეკითხები რა არისო, ამას ამოიღებ შევიმოწმე და მე შემეკითხებ. აი, აბა ვიდი. აბა შეხედე. აუ რები აუ რამდენი ხარახურა უყარს ამ ქალს რა თემუზე აქ ნაყიდი თემუ არა ვაი საქართველო ისე შერაგითხარი რამდენი თემუზე რა თამუნას პიცაო თემუზე ნაყიდი არ არის ესე იგი რა დღეში ჩავარდით ჩვენ მოსახლეობა რომ ერთადერთი რაც გვახარებს თემუს ამანათები უი ბაბა რეკლამა არ გეკონა რა ქვა ქალო ყინავს სახში ხალხო მე კი მგონია რომ ეს ვიდეო ტრამპის ვიდეო ელონ მასკის შეკვეთით არის გაკეთებული და ეს არის პროპაგანდის ნაწილი კიდე გამოუშვით რა ეგეთი ვიდეოები ცოტა გული მოვიფხანოთ ორთქლი გამოუშვათ ორთქლი ძალიან დიდი თხოვნა რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვაძაგოთ დონალდ ტრამპი რაც არ უნდა მოხდეს ოპოზიციის ლიდერებს მიუმართავ გეყოფათ ლამწვა დონალდ ტრამპის გეყოფათ ქილიკი მე ვიცი რომ თქვენ არ ხართ გაყიდულები ჩვენ ყველამ ვიცით რომ თქვენ არ ხართ გაყიდულები ამიტომ აქეთ დაადიდეთ უფრო ჭკვიანურად მოიქეცით ძვირფასებო მე ვინ ვარ რომ გარიგებთ მაგრამ იქიდან მესიჯები მოდის და მე გამტარი ვარ ამ მესიჯების პირიქით თუ გაქვთ ტრაკი რესპუბლიკელებთან კომუნიკაცია გააძლიერეთ ჩვენ ყავს ერთეული ადამიანები ვისაც შეუძლია ამის გაკეთება და ნებისმიერი ოპოზიციონერი რომელიც ლანძღავს ტრამპის ადმინისტრაციას ის ან მოღალატეა ან სულელია ან სრულიად უცოდინარია პოლიტიკური საერთაშორისო პოლიტიკის სფეროში უცოდინარია და მეტი რა ვქნა მე კონცეპტთან რა მაქვს ამიფარეშო მადლობის მეტი რა მეთქმის მათთვის თავის დროზე როდესაც გადაცემა ფარული კონვერტი დავიწყე რუსთავი 2-ზე ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით იყო მაშინ და მადლობა ვარონ ჯავახიშვილს მან კბილებით გაიტანა ეს პროექტი ხელფასი მქონდა სულ რაღაც 2000 ლარი შემდეგ როდესაც რუსთავი 2 გადაბარდა და ჩაბარდა კოცებს ჩემი ხელფასი კოცებმა გაზარდეს 10000 ლარით ესეთები ხდება მაგრამ მაინც არ გავკოცდი და ტრაქში არ შეუძველი კოცებს ეხლა ბევრი იტყვის ოშე უმადურო ულემათხოვარო ხო არ ჩაცმული ულემათხოვარივით ექვთიმე თაყაიშვილის თაყვანისმცემელი ვარ ბავშვობიდან